მარკი იმედის მომცემი, ახალგაზრდა ხუცესი გახლდათ. ერთ დღეს, როცა თავის პატარა ბიჭს ეთამაშებოდა, ბავშვი მოულოდნელად დაეცა და გარდაიცვალა. მარკი ძალიან განადგურებული იყო. დიდხანს გლოვობდა და დღემდე გლოვობს, თუმცა ამ ტკივილის მეშვეობით ის მეტად თანამგრძნობელი ადამიანი გახდა. ერთი შეხედვით მარტივი გასაგები არ არის ის თუ როგორ მოქმედებს ღმერთი და რატომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. მიუწვდომელია უფლის გზები და ამას ისრაელის ისტორიიდან გამომდინარეც ვიგებთ. უფალმა ახლა ჩამოყალიბებული ისრაელიანი ერი გამოიყვანა ეგვიპტიდან, იოლად სავალ გზაზე წარუძღვა და თქვა, რათა არ გადაიფიქროს ხალხმა ბრძოლის დანახვაზე და არ დაბრუნდეს ეგვიპტეში. რამდენიმე მუხლის შემდეგ კი ვკითხულობთ, როგორ უთხრა ღმერთმა მოსეს, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ იმ გზაზე, რომელიც გამოიარეს, რათა ფარაონი საბრძოლველად გამოსდევნებოდა ისრაელიანებს. ფარაონი სატყუარაზე წამოეგო, ისრაელიანებს შეეშინდათ და ღმერთ შეღაღადეს. მოსემ უთხრა მათ, უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ კი დადუმდით. ღმერთი იყენებს იოლ გზებსაც და რთულ გზებსაც იმისათვის, რომ სულიერად გაზარდოს და განამტკიცოს თავისი შვილები და საკუთარ სახელსაც დიდება მოუტანოს. მან აღუთქვა ისრაელიანებს, გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე და მთელ მის ჯარზე და გაიგებენ ეგვიპტენი, რომ მე ვარ უფალი. ისრაელი დაიმორჩილა ღმერთს, ჩვენ შეგვიძლია ასე მოვიქცეთ. უფალი ჩვენს რწმენას აღაშენებს და აძლიერებს ყოველი გამოცდის მეშვეობით. იოლი იქნება ის გამოცდა თუ რთული. მიენდეთ ღმერთს, როცა ცხოვრება იოლია, ხოლო როდესაც ცხოვრება რთულია, გადაეცით მას თქვენი ტვირთი.